ალბათ ყველას აინტერესებს, რას გვიმზადებს 2026 წელი. ეს იქნება ცეცხლის ცხენის წელი, რაც განსაკუთრებით ძლიერი და დინამიკური კომბინაციაა. აი რას გვპირდება ცხენის წელი. ცხენის წლის მთავარი ენერგია არის მოძრაობა, თავისუფლება, სისწრაფე, ინდივიდუალიზმი და გაბედული გადაწყვეტილებები. 2026 წელი არ იქნება მშვიდი. ეს არის ცვლილებების, ნახტომების და რისკის წელი. რადგან ცხენი 2026 წელს ცეცხლის სტიქიაშია, ემოციები გაძლიერდება, ადამიანები უფრო იმპულსურები გახდებიან, კონფლიქტებიც და დიდი წარმატებებიც უფრო სწრაფად გამოიჩენს თავს. ცხენის წელი კარგია სტარტაპებისთვის, კრეატიული პროექტებისთვის, მუსიკის, ხელოვნების, მედიისათვის, თავისუფალი პროფესიის ადამიანებისთვის, მაგრამ არ უყვარს რუტინა, არ პატიობს გადაუმოწმებელ რისკებს, სწრაფი მოგება უდრის სწრაფ დანაკარგსაც. ურთიერთობებში ბუნებები გაძლიერდება, სწრაფი შეყვარება და სწრაფი დაშორება. ურთიერთობა უნდა იყოს თავისუფლებაზე დაფუძნებული, თორემ გაქცევა გარდაუვალია. მსოფლიო მასშტაბით კი ცხენის წელს ხშირად მოაქვს სოციალური მოძრაობების გააქტიურება, პოლიტიკური რყევები, ტექნოლოგიური ნახტომები, კულტურული აფეთქებები მუსიკაში, მოდაში, იდეებში. ვისთვის იქნება ყველაზე წარმატებული? ცხენის წელი განსაკუთრებით კარგად ეწყობა ცხენს, ვეფხვს და ძაღლს. უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ ვირთხები და ხარები. 2026 წელი არ შეგვეკითხება მზად ვართ თუ არა, უბრალოდ გაჭენდება და ვინც ტემპს გაეკიდება, შორს წავა. ვინც ვერ გაეკიდება, უბრალოდ დაერხევა.